ლევან სანიკიძე ხა ჩემთან სტუდიაში, მასთან საუბარს დავიწყებ. მოგესალმებით. დარწმუნებული ვარ ლევანს ექნება სურვილი ეს პროცესი შეაფასოს, რაც ხდება სასამართლოს და საპოლიციო ძალების რეაქციები ბოლო დღეების განმავლობაში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით მექნება შეკითხვები, მათ შორის იმ თემაზეც, რაზეც წინა სტუმართან ვსაუბრობდით, იმიტომ რომ ეს არ არის ერთ-ერთი რიგითი შემთხვევა, ეს გარკვეულწილად მაინც ნაწილობრივ ცვლის გარკვეულ პოლიტიკურ სტატუს კოს, რაც უნდა ვისაუბროთ, გისმენთ. გეთანხმებით, პირველ რიგში მინდა სოლიდარობა, თავისუფლება და გამარჯვება უსურვო ყველა პოლიტპატიმარს. განსაკუთრებული ვითარება არის დღეს საქართველოში, ყოველდღიურად უფრო და უფრო ამძიმებს და ამწვავებს ივანიშვილი გრადუსს, პოლიტიკურ ტემპერატურას ქვეყანაში. და მე თავარ გამოწვევად რაც მიმაჩნია არის ის რომ ის ადამიანები რომლებიც ის ჩვენი თანამოქალაქეები რომლებსაც დარწმუნება არ ჭირდებათ რომ ივანიშვილი არის რუსი, ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მოღალატე და საკითხი დგას გსურს თუ არა საოკუპაციო რეჟიმთან ერთად თანაცხოვრება ამ ადამიანების უფრო გააქტიურება როგორ უნდა მოხდეს. ფაქტობრივი მოცემულობა არის ის რომ პროტესტის ტალღა სჭირდება გაძლიერება, პროტესტის ტალღა სჭირდება მეტი ენერგია და მე ამის გამოსავალს ვხედავ ისევ და ისევ ზუსტად აი სანამ თქვენთან შემოვიდოდი სტუმრად, მანამდე თქვენ ამოიკითხეთ სახელები და გვარები იმ ადამიანების, რომლებიც ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული რუსთაველის გამზირზე თავისუფლების გამო. ეს მეტი არაფერი არ არის ჯარიმების თავისუფლების ხარკია და ესეც თავისუფლებისთვის იჭერენ აქ ხალხს. ამ ადამიანების მეტი ინტეგრაცია პოლიტიკურ პროცესში არის ერთადერთი გამოსავალი. ღიად და გადაჭრით ვამბობ ამასაც. შეიძლება ამაზე მოგვიანებით გვესაუბრა და ქონოდათ ეს შეკითხვა გამოსავალი რა არის. მაგრამ მე ესე ვუყურებ. თუ ვიწრო პარტიული ინტერესი დარჩა და თუ ეს პარტიული ჩარჩოები ჩვენი მხრიდანაც არ მოირღვა და ერთიან დიდ მოძრაობაში არ წავედით ის ხალხი, ვინც ზოგი ჟურნალისტია, ზოგი აქტივისტია, ზოგი პოლიტიკური პარტიის წევრია, ეს თუ არ მოინგრა და ერთიანი მოძრაობით თუ არ ვეთამაშეთ ივანიშვილს, აღმოჩნდებით მუდმივად სხერფლის პოზიციაში. ეს არის ძირითადად სალაპარაკო, ჩემ შესავალ სიტყვაშიც ზუსტად ამაზე მქონდა აქცენტი, მაგრამ პარალელურად მაყურებელს შევახსენოთ და უთხრათ, რომ რეჟისორი გიორგი თავართქილაძე, რომელმაც წინასწარ ჩვენს პირდაპირ ეთერში დაანონსა თავისი გადაწყვეტილება სხვა დაპატიმრებულების მსგავსად იგივე შინაარსის, ასე ვთქვათ, ბჭყალებში დანაშაულის აღიარებით მისულიყო პოლიციის განყოფილებაში და ეთქვა პოლიციისთვის, რომ ის მზად არის ჩაბარდეს, ასე ვთქვათ, აღიაროს ეს დანაშაული. გარკვეულწილად ახლა მიმდინარეობს, ჩვენ ხედავთ პოლიციის თანამშრომლები. ესენი მაგრები არიან მარტოხელა დედებთან დადგომა იციან ამ პოლიციელებმა, ეს არის მათი თავის ხელმძღვანელობასთან გიორგი თავართქილაძე ნიკა სიმონიშვილთან ადვოკატთან ერთად იმყოფება თაბუკაშვილზე პოლიციის განყოფილებაში და ველოდებით გადაწყვეტილებას დააკავებენ მას თუ რა ფორმით გაგრძელდება. მაგრამ აქვე უნდა ვახსენოთ, ლევანი საუბრობდა ეხლა სასამართლო გადაწყვეტილებებზე და საერთაშორისო რეაქციები უკვე ძალიან მწვავეა ამასთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს ყველაზე მაღალ, ანუ ევროკავშირის ტრიბუნაზე იყო დღეს ამის თაობაზე საუბარი. გიორგი გამოდის გარეთ და არ ვიცი. გარეთ დაველოდა. გასაუდებით ჩვენ გადავწყვეტავთ ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. გასაუდებით ამ წუთის. არა ეს. ვინ მესაუდებით კონკრეტულად. გასაგები, ანუ პოლიციის მესიჯი ასეთია, რომ ჩვენ გადავწყვეტ დამნაშავე ხარ თუ არა. გასაგებია. კარგად, მივადევნებ თვალს გარეთ ლოდინის პერიოდში პოლიცია თუ შეცვლის თავის დამოკიდებულებას. მანამდე კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე და ვთქვა, რომ Amnesty International-ი ყველაზე მსხვილი და ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგით არის დაკავებული მთელ მსოფლიოში, ეხმაურება საქართველოში ახალ ტალღას რეპრესიებისა, ზუსტად ამ სიტყვებით აღწერს სიტუაციას. რა თქმა უნდა, ჩამოთვლილია დეტალურად რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომელიც ამ
ახალი ტალღის სამიზნეებად და გარკვეულწილად მსხვერპლად იქცენ. ცხადია, განსაკუთრებულად ხაზი აქვს გასმული იმას, რომ დაკავებულია უკვე ორი ჟურნალისტი, ვახუშანია და ქეთა ციცკიშვილი, ტელეწამყვანები, სხვა გვარებიც არის აქ ჩამოთვლილი, თუმცა არ არის გასაკვირი, რომ ამ პროფესიის წარმომადგენლებთან მიმართებაში სადამჯელო სისტემის დამოკიდებულების რეზონანსი ამ გადაწყვეტილებებზე იქნებოდა უფრო მკაცრი და ხმამაღალი, თუმცა დანარჩენების გვარებიც აი დეტალურად არის მოხსენიებული Amnesty International-ის გამოხმაურებაში. ლევან, სხვა დრო რო ყოფილიყო, თუნდაც აი ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის დასავლელი ელჩების, არათუ ევროკავშირის ლიდერების განცხადებები საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ სერიოზული კორექტირება მომხდარიყო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებული კრიტიკის თვალსაზრისით გამოსწორების. ეხლა ამ ვითარებაში არა ვართ, ეს რეჟიმი შეგნებულად მიისწრაფის უფრო მეტი იზოლაციისკენ. ამავე დროს ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიების როლი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო აშკარად დაკნინებული არის. 4 ოქტომბერმა რაღაც თვალსაზრისით ამ ნდობის მორღვევას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები ასე სათავეში ნამდვილად არ ედგნენ, რაღაცა ნაწილი საერთოდ დისტანცირებული იყო, ნაწილი კრიტიკითაც გამოდიოდა, ნაწილი ხარს უჭერდა, მაგრამ არასრული პასუხისმგებლობით. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ უნდა შეიცვალოს ეს სურათი? შენ დაიწყე ამაზე ნაწილობრივ საუბარი, მაგრამ ცოტა უფრო მეტი კონკრეტულად. აი, იგივე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ან სხვა პარტიამ რა ინიციატივები შეიძლება მოვიდნენ იმისთვის, რომ ეს ისევ ვიწრო პარტიულ ჩარჩოებიდან არ იყოს დანახული სხვების. მე ესე შევხედავდი ამ საკითხს და ყველაზე მეტად 4 ოქტომბრის შემდეგ ზუსტად ამაზე ვფიქრობ, რანაირად შეიძლება ამ პოლიტიკური პროცესის წაყვანა, იმიტომ რომ ივანიშვილი მიდის ცალსახელგამწვავებაზე და აღარაფერი აღარ უკლე მას რამდენიმე ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. ერთი არის პარტიების გაუქმება და ამ ინდივიდუალური სიებით შემდგომში კონკრეტული პირებისთვის საარჩევნო პასიური და შეიძლება რომ მიუშვა, შეიძლება პასიური და აქტიური ორივე წაგართვას კონსტიტუციამ გაცართ არ აინტერესებს ამის აკრძალვა. მეორე არის მედიის და იმ თავისუფლების კუნძულების, რომლებიც არსებობს მედიაში, ამის ჩაქრობა, ფინანსური ბლოკადით იქნება თუ სხვა საშუალებებით. მესამე ეს არის საუნივერსიტეტო კედლებში შეღწევა და ჩვენ ხედავთ, რასაც აკეთებს ის საქართველოს უნივერსიტეტში, რასაც აპირებს ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით და სხვა იმ უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რომლებიც არ ემორჩილებიან ივანიშვილის დოქტრინას, ამას ერთვის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა კიდევ უფრო ფართო მასშტაბით, უვიზო მიმოსვლის შეჩერება და მეტი აღარაფერი აღარ არის ამ ქვეყნის გაგუგდო. მოდით მაინც კომენტარი გავაკეთოთ. გიორგი თავართქილაძე, როგორც ჩანს, მაინც შეყავთ პოლიციის თანამშრომლებს შენობაში გასაუბრებაზე. ნიკა სიმონიშვილი, მისი ადვოკატიც ადგილზეა, ისიც დაუშვეს ამ გასაუბრებაზე. პოლიცია მობილიზდა ადგილზე, ანუ მხოლოდ შემხედრი პოლიციელის დონეზე ეს გადაწყვეტილება რო არ იქნებოდა მიღებული, ეს ისედაც გასაგები იყო. ახლა კვლავ უკან გამოდიან, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით ეს რას უნდა ნიშნავდეს. დავაკვირდეთ როგორც ჩანს სხვა სართულზე გადაადგილდებიან და მასთან გასაუბრებას ჩაატარებენ. არ ვიცით გიორგი თავართქილაძეს ეს უცნაური ინიციატივა თვით ჩაბარების, ასე თქვა, თუ ჩაბარების აღიარებით მისვლის და ასე შემდეგ, ეს უცნაური პრეცედენტი როგორ დამთავრდება გადაცემის მსვლელობის დროს, ალბათ გარკვეულ შედეგს გავიგებთ ამასთან დაკავშირებით. ლევან, შეგიძლია განაგრძო. და მე ასე ვხედავ, რომ აქედან გამოსავალი უცნაური სიტუაცია არის სახად შექმნილი ამ პარტიების გაუქმებასთან მიმართებაში, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენი გაუქმებით, იურიდიული რეგისტრაციის გაუქმებით, იმიტომ რომ ფაქტობრივად მეტი ხო არაფერი აღარ არის, არჩევნების იდეა ამ ქვეყანაში არ არსებობს. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ აი ერთ-ერთი რაც აუცილებლად არის გასაკეთებელი, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ სამართლიან თავისუფალ არჩევნებში, სწრაფად რაც გვაქვს პოლიტიკურ სპექტრს, ჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს, სახალხო
ოპოზიციას. მე ესე გავყოფდი უკვე რაღაც ნაწილი სისტემური ოპოზიციის გზას დაადგა, რაღაც ნაწილი სახალხო ოპოზიცია. კი, ამას ამ ეტაპზე თქვენ თვლით, რომ ამის პერსპექტივა არ არსებობს. ამის პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა მე ესე ვხედავ, რომ ჩვენ უნდა გქონდეს დოკუმენტურად ჩამოყალიბებული რომ თქვენც იცოდეთ და ძვირფასმა ჩვენმა თანამოქალაქეებმაც იცოდნენ ჩვენ რას ვეძახით სამართლიან არჩევნებს. დოკუმენტურად ჩვენი საარჩევნო კოდექსი როგორ გამოიყურება და ვის ვეძახით და ვის ადმინისტრირებას ვეძახით სამართლიანს, ეს შეიძლება დიდი ხანი არ დაგჭირდეს, მაგრამ შეიძლება პირიქით ძალიან სწრაფად დაგჭირდეს თუ ხელისუფლების ჩამოშლის დასავლური აი ამ სანქციების ფონზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო დაჩქარდება აი ესეთი ნაბიჯებით, ჩვენ და ჩვენმა ტელემაყურებელმაც უნდა იცოდეს რა არის ნაციონალური მოძრაობისთვის და სხვა პარტიებისთვის სამართლიანი არჩევნები. სადღეგრძელოს დონეზე რო არ დარჩეს. ეს არის ერთი რაც გასაკეთებელია, მათ შორის ის დასავლელი პარტნიორიც რომ მოიხმარა, იმიტომ რომ მარტივ შეკითხვას გისვამს, როგორ ცვლი ბიძინა ივანიშვილს. გასაგებია რომ მშვიდობიანი ფორმით უშვებ, მაგრამ არსებობს ორი გზა, ხო? ერთი არის ქუჩიდან და ჩამოშლით, მეორე არის ასევე ჩამოშლით, მაგრამ საარჩევნო, ხო? და ამ საარჩევნოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ თქვენც როგორც ჟურნალისტმა და ნებისმიერმა ჩვენმა თანამოქალაქემ იცოდეს რა არის ჩვენთვის სამართლიანი არჩევნები. ბიძინა ამას გაგიკეთებს, არ გაგიკეთებს მეორე ხარისხოვანი. შენ უნდა იყო რაღაცაზე შეთანხმებული, ჩამოყალიბებული. ეს ერთი, მეორე, ეს არის საგარეო ფრონტზე ისევ საერთო გზავნილის ქონა, რაც ძალიან გაბრალულია. ეს გახარიას გუნდი აქაც ურევს და სხვა გზავნილით მოძრაობს, მაგრამ მნიშვნელოვანი რაც არის, რომ საზოგადოების წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი, ქუჩის აი ამ პროტესტის მოთავეები, ვინც არიან, პოლიტიკური პარტიები ერთ გზავნილზე ვიყოთ საგარეოდ, იმიტომ რომ ახლა უფრო მეტი წილი ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის აი ამ პროცენტულობაზე მოდის ბუნებრივად დასავლური სანქციებიდან გამომდინარე. რაც შეეხება პარტიების აღზრდას, მე შეიძლება ცოტა უცნაური რაღაცა ვთქვა. მე ამას უყურებ როგორც შესაძლებლობად. ანუ ქვეყანაში, სადაც პარტიას არ აქვს ფული, სადაც არ არის ტრადიციული პოლიტიკური გარემო, რომ წევრობა, არჩევნები მოდის, იკენჭს იყრი, პარტიული სტრუქტურების ორგანიზებისთვის წესდება გჭირდება, ნაციონალურ მოძრაობას წესდება არ ჭირდება პარტიის ორგანიზებისთვის რა, სხვანაირი ორგანიზაციაა ეს. ეს მე შემიძლია იმ პარტიაზე ვთქვა, რომელსაც წარმოვადგენ. შესაძლებლობას რა შეხედავ? შესაძლებლობას ვხედავ, რომ როცა ოპოზიციურ პარტიებს არაერთიანებთ ხინი, იქნებ ჭირმა გააერთიანოს. ეს იქნება საგარეო და საშინაო ფრონტზე იმის შესაძლებლობა, რომ თავიდან შეიქმნა სინერგია კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს შორის, ყველას არ გულისხმობ, კონკრეტულს, რომლებიც ქუჩის პროტესტში არიან აქტიურად ჩართული და რომელთა ლიდერებიც არიან ციხეში, ხაზს გაუსვამ. აი ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს და საზოგადოებას შორის, იმიტომ რომ ეს იქნება ის შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური პარტიების მიმართ ხშირად სოლიდარობის დაბალი მაჩვენებელია საზოგადოებაშიც. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, მაგ შემთხვევაში ლევან სიტყვა ზეპარტიული ზუადგილო იქნებოდა, რომ პარტია თუ არ არის, ზეც ვერ იქნება. და ნახეთ როგორ არის, თუ კი ამ წუთის მდგომარეობით კაცი გეუბნება, რომ 2028-მდე არჩევნები არ არის, ისედაც ფინანსური თვალსაზრისით ბლოკადაშია პარტიები მოქცეული, რომ ახლა საბანკო ანგარიში გჭირდებოდეს პარტიისთვის და რა წესდების რეგისტრაციის გაუქმება თუ არის, რაცაც ეხლა ივანიშვილი ამ გაუქმებით დაუშავებს საკუთარ თავს, ჩვენ რეგისტრაციით ვერ დაუშავებთ იმდენს. მართლა ჩვენი რეგისტრაციის გაუქმებით უფრო მეტი დაუშავდება ივანიშვილს, ვიდრე თუ რეგისტრაციაში დაგვტოვებს. უცნაური ამბავია, მაგრამ მე ესე ვუყურებ. დასავლეთისთვისაც ეს არის არათუ გამაფრთხილებელი სიგნალი. ეს არის საგანგაშო სიგნალი. ვერცეთ შემდეგ არჩევნებს, აი აქ ხო დავა მიდის, ლეგიტიმაცია ექნება, არ ექნება, მივიდეთ, არ მივიდეთ. ამ აკრძალვას თუ გააკეთებს, რანაირი არჩევნებიც არ უნდა ჩაატაროს, ის არჩევნები იქნება ავტომატურად არალეგიტიმური. და ასეთ რისკზე თუ უდაოთეზისი ამაში ვერ ასეთ რისკზე თუ ივანიშვილი წავა და აქეთ გამოკრისტალდება ბევრად უფრო შეერთებული საერთო მიზნის გარშემო ორიენტირებული ოპოზიციური ძალების ნაწილი, ამას დაემატება საზოგადოების ნაწილი და ის აქტივისტების ნაწილი, მე აი ყოველ მუდმივად მაქვს ფიქრი, ის ხალხი, ვინც ახლა რუსთაველის გამზიზე დააკავეს, აი ლევან ჯობავადან დაწყებული, ქეთა ციცქიშვილი დამთავრებული. აი ამ ქვეყანაში რაღაცნაირად ჩემი აზრით, აქაც შეიძლება რაღაც უცნაურს ვამბობდე, ეს ბარიერები რაც არსებობს და ეს ჩარჩოები არ ჩამოსახსნელი, რაც გულისხმობს, რომ ზოგი პოლიტიკოსი, ზოგი ჟურნალისტი ერთიანი ფრონტის იდეა
სხვათა შორის ეს რადგან ფრონტი ახსენე, მე და მამა შენს გვახსოვს, კარგად სახალხო ფრონტის დრო სახალხო მე არ მოსწრები ვარ დგება გარკვეულ მაგრამ ამ თვალსაზრისით ერთი თემა რაც ის კი აღარ უნდა იყოს ნახეთ მე რას უძურება კიდე ორი პუნქტის გადაცემის და მინდა რომ ამ თემაზე კომენტარი საშუალება მოგცეთ დღევანდელი დღის და ყველაზე ცხელი თემა ამ შემთხვევაში თქვენი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა როგორც ჩანს თავად ამ მოვლენა სერიოზულ ყურადღებას ანიჭებს თავადაც რომელიც ასე იწყება რომ სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი. დასაწყისიც უკვე ესეთია, მწვავეა. მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა და ხსნის მისი აზრით გახარია რატო არის რუსეთის აგენტი, რატომ იქნა შემოყვანილი პოლიტიკურ ველზე, თავად ივანიშვილიც როგორ იყენებს მას, ვრცელია ეს საკმაოდ ვისაც აინტერესებს. ისედაც წაიკითხავს ამას ყველაფერს, მაგრამ თქვენ თავად წაკითხული გექნებათ. მიხეილ სააკაშვილის პოსტი დააკომენტარეთ თქო არ გთხოვთ ამ შემთხვევაში. ჩემთვის საინტერესოა გახარიას პარტიის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი. რა მიმართულებით ცვლის სტატუს კვოს? იგივე თუნდაც საგარეო მე გეტყვით რაში გვემატება საქმე. მათგან ვიცით დღეს თქვენს არაერთხელ რომ ის ძირითადი მოთხოვნები რაც იყო ერთიანობაში რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ისინი ამბობენ რომ ჩვენ ამ მოთხოვნებზე ძალიან დიდი მადლობა მაგრამ პარლამენტში შესვლა ეს მნიშვნელოვნად ამ სიტუაციას თქვენ როგორ უყურებთ ამ გადაწყვეტილებას პირველი არის ის რომ რა იცვლება და მე შევაფასებ ცვლილების სახით არის ის რომ ჩვენ ვიღებთ ორ პარტიულ ეგრეთ წოდებულ პარლამენტს, გინდა არ გინდა ეს ესეა. უბრალოდ საბედნიეროდ განსაკუთრებით ახლა ჩვენი პარტიის საგარეო გუნდს ამაზე რომ ნამუშევარი აქვს ძალიან ცოტას ექნება ნამუშევარი რომ ივანიშვილის პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემის საშუალება აღარ ქონოდა მათ შორის გახარიას შესვლას, იმიტომ რომ აქ მარტო შესვლაზე ხო აღარ არის და 26 ოქტომბრის სტატუს კვოზე. ეს კაცი იმდენ რამეს აფუჭებს და 26 ოქტომბრის მერე ისეთი უქნა და დამართა ამ ქვეყანას, რომ ასე მარტივი ლეგიტიმაციის მიცემა არ არის. მაგრამ არსებულ სტატუს კვოში მაინც შემოდის ის რომ ხდება ორპარტიული ეს ივანიშვილის ცირკი შეიძლება უარესი სახელიც უწოდოთ იცვლება ის რომ 99 კოცის მაგივრად 101 კოცი იქნება ჩემი ღრმარწმენით ყოველგვარი მიკიმოკიბის გარეშე და ამ ხალხს უბრალოდ სხვა გზა აღარ დაუტოვა ივანიშვილს და გადაუარა და გადატელა აი ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან მიმართებაშიც და გიორგი გახარიას ტექნიკურადაც დასაბინავებელი ყავს ეს ხალხი მე ესე უყურებ ყოველგვარი მურიდების გარეშე მანამდე იყო და ლელოზე იყო ეს პარტია დროებით მიბარებული და ეხლა არის და საპარლამენტო ფრაქციის და აი ამ ხელფასის დონეზე არის ჩამოსული ეს პროცესი პარტიის გადარჩენის ოპერაცია ნუ არ ვიცი ამ ინდივიდების თორე ეს პარტია გამოდის ტელევიზორში და ლაპარაკობს რომ თავიდან ქონდათ კამპანია რომ მოდი არჩევნებზე ეს არის პირველი უნაცო არჩევნებიო და ეხლა მოთქვამენ რომ ნაცებმა გადაგვირწმუნეს ამომრჩეველიო და უნდა ჩამოყალიბდეს ეს ხალხი და თუ მათი ამომრჩევლის ნახევარი ნაციონალურმა მოძრაობამ გადაურწმუნა რომ არ მისულიყო ნუ მაშინ ახლა კი უნდა შედიოდნენ პარლამენტში ბიძინასთან იმიტომ რომ კოცობა არის ეგა და ხალხი გამოდის და 4 ოქტომბერზე ამბობს რომ დასაჭერი იყო ის ხალხიო. აი სხვაობა რა არის კოცსა და მათ შორის. რომ ბრიუსელში გადაადგილდებიან ეს არის არსებითი სხვაობა. არა, ეს არის ლუზერ ეს არის შეიძლება გითხრა რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მათთვის ეს დიდად საწყენი შეიძლება არც იყოს, იმიტომ რომ სეგმენტი, რომელზეც მათ ხო ის 50000 კაცი გასაგებია. თავიანთ მიღმა კიდევ არის სწორედ ქართული ოცნების ძველი ან ახლა მოჭოჭმანი ამ ქვეყნის ბედი თამაშობენ ბატონო გიორგი სხვაობა ეს არის ამ ქვეყნის ბედი თამაშობენ დიდ სურათში არის ის რომ ხომ არ გონიათ რომ თავად გახარია და ეს ჯგუფი ანუ მისი პარტიის დეპუტაცია არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას და ან ვერც მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას ძირითად ოპოზიციურ ფლანგზე რომ წარმატებები მიღწეული ყოფილიყო ხო და პარაზიტია ეს კაცი მაშინაც იმ ქუჩის პროტესტში არავითარი წვლილი არ ქონდა და ამიტომ არ შევიდა და ვითომ ქუჩის პროტესტის თანამონაწილეები იყვნენ და 3-4 ჯერ გამოივლიდა სურუსთაველის გამზირზე და მე რო ნახა რომ უი ქუჩის პროტესტს ცოტა პრობლემები აქვს ეხლა ადგნენ და შელაგდნენ შიგნით საპარლამენტო ფრაქციის თანამშრომლების პარლამენტის წევრების და პარლამენტის წევრის ასისტენტების ხელფასების გამო 100-ია ეს და ვერ გადამარწმუნებს ვერავ რა ტრიბუნაზე მიდის ეს საუბარი რომ აი რა ტრიბუნა არის იქ და ქართულ ოცნებას სძლევენ პარლამენტში რითი ორპარტიული გახადეს ბიზნეს პარლამენტი
ანუ ის ბოსელი რაც არის გახადოს ორპარტიული და ამით ხო თამაშობენ მანამდე რაც ჰქონდათ ნათქვამი ხო რო ისა რა ქვია იქ არ შევალთ ეს ლეგიტიმაციის თამაშები ეს რატო გადათქვეს იმიტომ გადათქვეს რომ სხვას რო გაუტყდა თავი და სხვა რო წავიდა ციხეში და სხვა რო არის შავბნელ დღეში ამიტომ არის დასავლეთი რომ მათი შესulis მიუხედავად არ აღიარებს ამ პარლამენტს თორემ მათ რა ხელი აქვთ მათი ბოლო ერთწლიანი გზა რაც არის რითაც ის მანდატები დაიმსახურეს არის ის რომ ლიდერი გაეხიზნათ გერმანიაში და მიატოვა აქ და ჯერ ლელოს ბრელოკად გადააქცია ეს პარტია ხა ბიძინას მეორე ვითარება არის ის რომ ფაქტობრივად კი არა გაუნახევრდათ საკუთარი მხარდაჭერა ივანიშვილის დათვლითაც და მესამე არის რომ ქუჩაში ვეღარ გამოესულებათ იმ ხალხთან ვისაც იჭერენ. ლევან, ბოლო კითხვა და მოკლედ მიპასუხე დრო გაგვექცა ცოტა გიორგი თავართქილაძის აი ამ უცნაური ჟესტის თვალყურის დევნების გამო და ახლა რაც ახსენეთ რომ ქუჩაში ეს ადამიანები მაინც აგრძელებენ ჩვენ იქ ვხედავთ და ვატყობთ რომ წამყვანი ძალა იქ არ არის პოლიტიკური პარტია ერთეულები თქვენ ცხები ხართ წარმოდგენილები ხომ არ ფიქრობთ რომ პროტესტის უწყვეტობის ალტერნატიული ფორმები და რაღაც ისეთი ფორმებია გამოსანახი შეიძლება ამ ასე რაოდენობრივად მართლაც სისტემის გადატვირთვაზე ორიენტირებულობა შეიძლება ეს იყოს შედეგის მომტანი, შეიძლება არ იყოს შედეგის მომტანი, ან როგორ დავაზიანოთ უფრო მეტად რეჟიმის რეპრესიული მექანიზმები ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველანი დავზიანდეთ იმის გათვალისწინებითაც, რომ ისედაც გამოფიტვაზია ეს დაპირისპირება და ყველა რესურსის ადამიანების რესურსის გამოყენება. აი უახლოეს დღის წესრიგს ესე ვხედავ, ერთი არის მნიშვნელოვანი ბრძოლა იქნება პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით და საერთაშორისო მასშტაბით ამ საკითხის აწევა, მეორე არის ცალკეული სახელმწიფოების და აქ ხაზს გაუსვამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის როლი იქნება ძალიან დიდი ივანიშვილის შემდგომი სანქციების პროცესში დიდ ბრიტანეთთან ერთად ეს მეორე მესამე მე შეიძლება მივეკუთვნები მეორე მხარეს უფრო ამ პროტესტის მონაწილეების რომლებიც თვლიან რომ მათ შორის ამ უწყვეტობისთვის მნიშვნელოვანი არის შესაძლებელია ხა არსებობს განსხვავებული იდეები რუსთაველის გამზირზე როგორ უნდა ვიყოთ წარმოდგენილი გზა უნდა გადაიკეტოს არ უნდა გადაიკეტოს კვირაში ერთხელ უნდა გადაიკეტოს თუ კვირაში სამჯერ უნდა გადაიკეტოს ასე შემდეგ მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა რაც გვაქვს რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხებიც გვაქვს აღმოსაფხრელი იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოლიტპატიმარია რომელსაც მუდმივად ჭირდება მათ შორის საზოგადოების მხარდაჭერა და აი ამ საკითხებთან მიმართებაში მე მგონია რომ გამოსავალი ყველაფერი ვცადეთ და თითქმის ყველა ფორმატში მემიღია მონაწილეობა რასაც ერქვა კოორდინაციაც რასაც ერქვა ეს ურთიერთთანამშრომლობა ასე შემდეგ. მე მიმაჩნია რომ უკვე არის დრო ერთიან სახალხო მოძრაობაში ამ ყველაფრის გადაყვანის, რაც საერთოდ არ გულისხმობს, რომ ყველა უნდა იყოს შიგნით შესული. ვისაც აქვს წინააღმდეგობის სურვილი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ეს ხალხი, რომლებსაც შეიძლება პარტიული სტრუქტურები არ აქვთ, ეხლა ვინც დაკავებული არის ადმინისტრაციული წესით, მაგრამ ძალიან დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს, ამ ხალხმაც ბევრად უფრო მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების საშუალება უნდა მიეცეს. მადლობა. ლევან სანიკიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს უსმენთ.